დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ საზოგადოება, რომელიც კარგად ხედავს რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა მდგომარეობას უფევს. ჩვენ რეალურად კარგავთ ქვეყანას, კარგავთ სახელმწიფოს, ეს უკვე ნათელი არის, რომ არც ინსტიტუტები აღარ არსებობს არანაირი, არც რეალურად არც მთავრობა და არც პარლამენტი. მართვა აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, ერთადერთი მართვის ინსტრუმენტი რჩება რეპრესია, მაგრამ ქვეყანა მართული აღარ არის, თუ არა შეიძლება გარედან. კარგავთ დამოუკიდებლობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესები არავისგან დაცული არ არის, მიდის რეალურად დემორალიზაცია იმათი, ვინც უნდა იცავდნენ ამ ქვეყნის სუვერენობას და დამოუკიდებლობას, ესე იგი ჯარი ერთის მხრივ, პოლიცია მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ინტერესებს არავინ არ იცავს. კარგავთ ჩვენ იდენტობას, რომელზედაც ძალიან ბევრი პროპაგანდა არის და ბევრი საუბარი. კარგავთ იდენტობას, როცა დაკარგული არის უკვე ქართული ზრდილობა, ქართული წესები, ქართული ღირსება და ოფიციალური საქართველო უკვე მხოლოდ ლანძღვით, ბოღმით და დამუქრებით, მუქრარად ელაპარაკება თავის საზოგადოებას. ეს არის დღევანდელი ჩვენი ქვეყანა, სადაც რეალურად სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები, გარიგების, დაშინების, არც ერთი მოქალაქე დაცული აღარ არის, არც ერთი სამართალი არცად არ არის მოსაპოვებელი და ამ ქვეყანაში ვინმეს თუ ჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის თემა შემოგდებული სწორედ ქართული ოცნების რისთვის, იმისთვის და შედეგიც მიაღწეულია იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიციაში, გახლეჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები, არარსებულ არჩევნების, ხო გესმით რა ხდება. ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ეხლა მიდის ამ ორი მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ასე შემდეგ. რეალურად მე ვარ დარწმუნებული და ალბათ თქვენც, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები. ბოლომდე არ მივართ და არ მიიყვანს ბოლომდე ეს ხელისუფლება ამ არჩევნების მითს. მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა. და ამ ორივე მხარედან არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხო წარუმატებლობით დამთავრდება, რომც მივიდეს ბოლომდე, რაც არ მჯერა. წარუმატებლობით, იმიტომ რომ არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. თვითონ პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ როგორც მათ ამბიციას იმას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, რომ თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს. ან არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება. იმიტომ რომ უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. და ვერაფერს ვერ მიაღწევენ როგორც რეალური შედეგი იმ ბრძოლის, რომელიც არის მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთიანი ბრძოლის. მეორეს მხრივ ბოიკოტის კამპანია როგორც ასეთი, ბოიკოტი როგორც პროტესტი გაცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის ძალიან კარგად და ამაზე ვისაუბრე ახლა. მაგრამ ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს, ესეც აბსურდი არის. იმიტომ რომ არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა როგორც რამე გამარჯვება. ცხადი არის, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმე მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს. კიდევ უფრო ადვილად
იმიტომ რომ შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომც იყვნენ მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ აიძულებთ და თუ დათვლადი იქნა ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს ეს გაასაღოს როგორც მისი გამარჯვება და საერთოდ დიქტატორიულ რეჟიმებში ასე თავდება ბოიკოტის კამპანიები. ამიტომ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, იმიტომ ორივე მხრივ ჯერ ერთი გახლეჩილები ვართ, მეორეს მხრივ იხარჯება ძალიან დიდი ერთის მხრივ ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომელიც მონაწილეობას იღებენ და მეორე მხრივ ადამიანი რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება რაღაცა ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს და ალბათ თქვენს. ჩვენი გამოსავალი რა არის? რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს? ერთიანობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება პირიქით დაპირისპირებას, გახლეჩვას, უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები, რაც გააჩნია უკვე ჩამოშლილ ნაწილობრივ, უკვე ჩამოშლილ ოცნების რეჟიმს. ჩვენ კი არ უნდა გავუადვილოთ, კი არ უნდა რაღაცა ახალი სისხლი მივაწოდოთ ამ ჩვენი შიდა რაღაც დაპირისპირებებით. ჩვენ პირიქით უნდა გავაძლიეროთ ერთობა, რომელიც არის მათ წინააღმდეგ ყველაზე და ვიტყოდი ერთადერთი ეფექტური ბრძოლის საშუალება. ამიტომ მე მინდა წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს რომ მოვიდეთ გონს, არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული, ასე არ უნდა დამთავრდეს ეს მონაწილეობას მივიღებთ თუ არ მივიღებთ ჭიდილი, უნდა დამთავრდეს იმით, რომ ყველა გავიგებთ, რომ ეს არ არის ჩვენი თემა. ჩვენი თემა არის როგორ გავაძლიეროთ ის პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ჩვენ ამ დღემდე და როგორ პოლიტიკურმა მხარემ უნდა ეს პროტესტი გააძლიეროს და კი არა ჩართოს რაღაცა თავის დაპირისპირებაში. ამისთვის გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან შინაარსიანად უნდა იყოს მერე გატარებული. პირველი ამ გეგმის ნაწილი არის სწორედ აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ არ მივდივართ ამ არჩევნების ფარსში, არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მივიღებთ ყველანი მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა გაძლიერდეს, გაცოცხლდეს, მე ჯერ ვიტყოდი, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომელიც ვიცი, რომ სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვს სხვადასხვა მოსაზრებები. ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა ქონოდა ბევრად ადრე და რასაც ქვია გარდამავალი მთავრობა. იმიტომ რომ არავის არ უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და მისი შეიძლება ნაკლები ჩართულობა ამიდანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა, როცა მოდის ცვლილება რეჟიმის. ამ კითხვაზე ჩვენ ვართ ვალდებული, რომ პასუხი გავცეთ და დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხო პარტნიორებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენი პრიორიტეტი, დავანახოთ ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება ამ რეჟიმის დასრულებით. და დავანახოთ, რომ ესენი იქნებიან პროფესიონალები და ალბათ არა, მაგრამ ეს ჩვენი ერთად გადასაწყვეტი არის, ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები. ეს არის მართლაც აუცილებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავიდეთ ფონს. მესამე რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, რასაც ქვია პროგრამა,
და გვაქვს ეს არის ქართული ქარტია, რომელსაც ჭირდება განახლება, იმიტომ მისი მიღების მერე რაღაცები შეიცვალა, თუმცა არა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა, მაგრამ დღევანდელი დღის გადამხედვარე უნდა ცოტა შევცვალოთ და გავააქტუალიზოთ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გვაქვს პრაქტიკულად. ასევე უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რაც მოყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას. ეს არის ის, რაც გვევალება ჩვენ, ვინც ვთვლით, რომ გვაქვს რაღაც პასუხისგებლობა ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების მიმართ. ეს ერთიანობა, ეს ხედვა მომავლის და იმედი და არა მხოლოდ იმედი, იმისი დაჯერება, რომ ამ ყველაფერს მოყვება ნამდვილი გამარჯვება. თუ ჩვენ თავზე ავიღებთ, რომ არ გავაგრძელოთ ეს უაზრო დაპირისპირებები, რომელიც ჩვენ გვასუსტებს და იმათ აძლიერებთ. დიდი მადლობა.